ქუჩაში მიდიხარ, გადაგიდგებიან წინ და გაშეჩებენ თავის ლიტერატურას. მე აქ რომ დასახლდებიან, რას გაუკეთებენ ამ ჯობამ? რას დაანახებენ? რა უნდა დაინახონ ჩვენმა ბავშვებმა? ამ სექტანტების. ხაშურში იაჰოვას მოწმეთა მიერ სამლოცველო დარბაზის აშენებას ყიფიანის ქუჩის მაცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. ცნობილია, რომ იაჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრების წარმომადგენლებმა სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. ისინი მერიას მიცემული სამშენებლო ნებართვის ჩამორთმევის გამო უჩივიან. მათ დაღუპვის ადგილზე ძალიან თხოვ ხელისუფლება არ ვისაც ხელმწიფება იქ სადაც იცავთ უმცირესობის უფლებებს უმრავლესობის უფლებები მიწასთან არ გასწორებული ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ კაცო ჩვენ ვიტყვით ჩვენ საფუძვლად ამბობთ და გაიგონეთ უმრავლესობა მოვითხოვთ რომ არა და არა იეჰოვას მოწმე არ მიცეთ არავის უფლებას რომ ჩვენ შვილებს ცუდი დაანახო რა ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ და გვინდა რომ შვილებს მოუწოდოთ ჩვენი სარწმუნოება და სიყვარული ყველა მეწინააღმდეგები შეიძლება ყველა არ ლაპარაკოს, მაგრამ ყველა ვართ აქ მოწინააღმდეგეები და რომ ჩვენემ დაუშვას, მაინც ჩვენ უფლებას არ მივცევთ, მაგათ რომ რაღაც ეს სისულელეები დაანახონ შვილებს და მომავალ თაობებს. იმ მხოლოდ თავხედები არიან და ისე გათავხედენ ბლების პირაში, მომიტანეს და დამიგდეს რაღაცა ბროშურა. და ყველაზე უარესი ჩვენ მამაოს დილის ჩასააცებლად შეკრება ხოთ მოგწარდეთ. აი წარმოიდგინეთ ახლა ვერ სამას ეპატიჟებიან და აქ მოსახლეობაში დასიზავენ. არ მინდა ნამდვილად არ მინდა ერთო საყვედური ხარი არ დაჩინა ხო აქ მოსული. ადგა და ბროშურები და წიგნები გამიცხ მეორე დღეს წარებთან ხო და ასე რომ არ მინდა რაც. მოდი სადაც არიან იქ დაეტიო რა. არ უნდათ აქეთ იქ ჭალაზე გაყნეს. სადაც არიან იქ დაეტიო თორე აერში იქნება ბალა აერში იქნებიან ეგენები. ოკნა ხო კანონმორჩილი ვარ, ვიზახი კანონმორჩილი ვარ, პოლიციის თანამშრომელი ვიყავი, ხო, ყოფილი პოლიციის მაიორია. სადაც არიან იქ დაეტიონ თორე, იქაც აერში იქნებიან. მარტო აქ კი არა, იქ იქნებიან აერში. იაჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრებისთვის დარბაზის მშენებლობის უფლების საკითხის გადასაწყვეტად ადგილობრივმა ხელისუფლებამ სპეციალური კომისია შექმნა. კომისიამ შეხვედრა ამჯერად ყიფიანის ქუჩაზე მაცხოვრებლებთან გამართა. მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა 530 ხელმოწერაზე მეტია შემოიტანა პეტიცია, სადაც ითხოვენ რომ არ მოხდეს აი ამ ტერიტორიაზე მშენებლობა კონკრეტულად აი ამ რელიგიური დანაყოფის და ჩვენ კანონის თანახმად მივიღეთ პეტიცია შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი აქ არის წარმოდგენილი უმრავლესობა ამ დროებითი სამუშაო ჯგუფის ეს ახალგაზრდები არიან რომლებიც ინიციატორები იყვნენ ამ იდეის და თქვენი გულისწყივილი მოიტანეს ჩვენამდე ჩვენ მოსახლეობის გამოკითხვას მივდევთ ახლა პროცედურულად შევხვდით მესამე სკოლის მშობლებს, რომლებმაც დღეს უკვე საკმაოდ ტევადი განცხადებები ამოიტანეს, შევხვდით მეორე სკოლის მშობლებს, რადგანაც ეს ორი სკოლა ტერიტორიულად ძალიან ახლოს არის იქნება ამ ობიექტთან. შევხვდით ვერაფრის ცხოვრებაძის ქუჩას, რა ქუჩა, ყიფიანის ქუჩის მოსახლეობას, დღეს ვარ თქვენთან, ხვალ რუსთაველის ქუჩის მოსახლეობას შევხვდებით და ლომოურის, იმიტომ რომ აი ეს არის ლოკაციურად ის ტერიტორია, რომელსაც ყველაზე მეტად გულისწყივილი აქვს აი ამ კონკრეტულ აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანულ კრებას დარბაზის აშენებას საკუთარ ტერიტორიაზე სურთ. მერიამ მათ თავიდან მშენებლობის ნებართვა მისცა, თუმცა მოქალაქეთა ნაწილის პროტესტის შემდეგ ნებართვა შეუჩერა.